აბაშობა 2025 აბაშაში სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, გაიმართა არაერთი გასართობის სანახაობა, მათ შორის ბავშვებისთვის მოეწყო მეგრული საგამოფენო სივრცეები. საპატიო აბაშელებს კი ჯილდოები გადაეცათ. თეონა კვარაცხელიას რეპორტაჟი. წელს საბაშობა მთელი დღის განმავლობაში არაერთი აქტივობით აღინიშნა. დღესასწაულის საპატიო აბაშელის დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. განსაკუთრებული 8 წლისთვის დაჯილდოვდნენ ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლები. აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლები გადაეცათ ადგილობრივ წარმატებულ სპორტსმენებს. სახალხო დღესასწაული აბაშობა ყოველწლიურად აბაშაში დიდი სიყვარულით აღინიშნება. გამოვყავით რამდენიმე გამორჩეული ადამიანი, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მათ საპატიო აბაშელის წოდება მივანიჭეთ. 40 წელია მუშაობ ექიმად. ვემსახურები ჩემს ხალხს, ძალიან ამაყი ვარ. რომ საპატიო აბაშელი ვარ. ვიყავით წასული სომხეთში, მოვიპოვე საჩემპიონო თასი. გამოჩნდი როგორც დასაფასებელი ადამიანი და ამით ვამაყო. დიდი მადლობა აბაშელებს იმისათვის, რომ დამაფასეს, პატივი დამდეს და ორმაგად უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ როცა ასეთ ჯილდოს მოგანიჭებენ. ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტები, თეატრალიზებული მსვლელობები, ადგილობრივი ხელოვანების ნახატების გამოფენა. გასართობი პროგრამის ეპიცენტრი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი იყო. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის განსაკუთრებული და ამას ყველა აღვნიშნავთ. ძალიან ლამაზი გარემოა. ხშირად უჩატარდება ესეთ რაღაცები, ძალიან მოგვეწონება. თან ახალგაზრდები ძალიან კარგად ვერთობით. ადგილზე დაგვხვდებოდათ მეგრული საგამოფენო ეთნოსივრცეები, სადაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს სოფლის ნობათი და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები ჰქონდათ წარმოდგენილი. მინდა ჩვენს რაიონს წარმატება უსურვო, წინსვლა უსურვო და ბევრი გამარჯვება გქონოდეს. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი სოფლიდან უპირატეს ნობათი, ეს სურსათი, მოსავალი და შესაბამისად ულოცავთ ზიანად აბაშას და აბაშობას ყველას. აბაშობის დღესასწაული გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.